ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საინფორმაციო ცნობარი განთავსდა, რომლითაც აბიტურიენტებმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. აბიტურიენტებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 20 აპრილამდე მხოლოდ ელექტრონულად უნდა გაიარონ. საგანმანათლებლო რესურს ცენტრში განმარტავენ, რომ ელექტრონული რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია და აბიტურიენტებს მისი შევსება არ გაუჭირდებათ. ეს არის ონლაინ რეგისტრაცია. აბიტურიენტები ინტერნეტის საშუალებით რეგისტრირდებიან. 1 აპრილს დაიწყო, 20 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია. 20 აპრილამდე აბიტურიენტებმა უნდა შეარჩიონ საგამოცდო ქალაქი, საგამოცდო ენა და ჩასაბერებელი საგნები. რესურს ცენტრის უფროსი ლელა ქებური ასევე აცხადებს, რომ წელს რეგისტრაციის პროცესი უფრო მოქნილი გახდა და აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა რამდენიმე თვის განმავლობაში იცვალონ. მისივე თქმით, წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ განაცხადში ყველა ფაკულტეტი მიუთითონ, რომლებზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. აბიტურიენტებისათვის უკვე არ არის განსაზღვრული თუ რამდენი აკრედიტებული პროგრამის ჩამონათვალი უნდა მიუთითონ. შარშან იყო 20 უნივერსიტეტის მითითება, უფრო წინ 6, 7, 5 და ასე შემდეგ. წელს ეს განსაზღვრული არ არის. აბიტურიენტებს შეუძლიათ მიუთითონ იმდენი აკრედიტებული პროგრამა, რამდენიც მათ სურთ. რესურს ცენტრში განათლების სფეროში არსებულ სხვა სიახლეებზეც საუბრობენ. წელს სახელმწიფო 17 მიმართულებაზე ჩარიცხული აბიტურიენტების სწავლის საფარს სრულად დააფინანსებს. წლევანდელი აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ 2013 წლიდან 30%-იანი გრანტი უქმდება და ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად ემატება 50%-იანი გრანტისთვის გამოყოფილ რეზერვს. ასევე იხსნება შეზღუდვები გრანტის განაწილებისას იმ პროგრამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსების მოპოვება იყოს შესაძლებელი. ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგება და შესაძლებელი იქნება როგორც 100%-იანი, ისე 50%-იანი და 70%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. რაც შეეხება დაფინანსებას, აქაც აგვაქვს სიახლე, თუ გარკვეულ პროგრამებზე დაუშვათ გასულ წელს მხოლოდ 100%-იანი გრანტი მოქმედებდა, წელს ეს ბარიერი მოიხსნა და ნებისმიერ პროგრამაზე ნებისმიერი გრანტი მოქმედებს 100%-იანი, 50%-იანი, 70%-იანი, 30%-იანი გრანტის საერთოდ მოიხსნა და ამ 30%-იანი გრანტის რაოდენობა დაემატება 50%-იანი გრანტის რაოდენობას. ასევე 70-იანი და 50-იანი. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 20 აპრილს დასრულდება. მიმდინარე სიახლეებზე ოდიში ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ესაუბრა და მათი შეფასებები მოისმინა. გვაქვს 20 დღე იმისთვის, რომ დავრეგისტრირდეთ, იმიტომ რომ უფრო კომფორტულად იქნება. ყველას ანუ არ აწყობს ყველას, რომ დღეს და ხოლმე დარეგისტრირდეს, იმიტომ რომ ზოგს არ აქვს ID კარტი, ზოგს იმეილი არ აქვს, ამიტომ იქნება გრძელვადიანი უფრო და ყველა მოასწრებს ნორმალურად რეგისტრაციას. ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 საგამოცდო ქალაქში ჩატარდება. აბიტურიენტთა რაოდენობა კი 20 აპრილის შემდეგ გახდება ცნობილი.